მეც ვარ ხო? კი ბატონო. ბატონო გელა, ახლა აქ ვსივართ, განვიხილავთ სხვადასხვა თემებს და თქვენს მაგიდაზე ვხედავ უამრავ წიგნს, რომლებიც ეკუთვნის მსოფლიო ლიდერებს. აქ არის ზელენსკი, ობამა, გაყიდვებთან დაკავშირებით ბრაიან ტრეისი. მოგორეთ, მე ბევრი სტუდენტებთან ლექცია წამიკითხია, აქაც მოდიან. მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ უკვე 14 წელია. თუ წიგნი არ წაიკითხე, 2 მეტრი წინ ვერ წაიწერე. უნდა იცოდე საქართველოს ისტორიაც და ყველა ქვეყნის ისტორია, რომელიც შენ გაინტერესებს და მით უმეტეს დიდი ქვეყნების. აი მაგალითი ავიღოთ. წიგნი არ არის ლიდერების, მე თავიდან ბოლომდე რო არ წამიკითხია, მაგრამ ლიდერების შეცდომებს უშვებენ. აქ არ არის ისეთი წიგნი, რომელიც თავის მემუარებში არ წერდეს, რომ მეც რაღაცა შეცდომა დაუშვი და იმ შეცდომას წერე. მე ამას ვკითხულობ და ვცდილობ მათ რაც შეცდომა დაუშვეს, მე არ დაუშვა. გასაგები. აი უყურეთ ახლა. ძალიან კარგი შეკითხვა. აქ არის ყველა, აი წარმოიდგინეთ, ყველა პირველი პირების წიგნებია, აი ათათურქი და ყველა ესეთი ადამიანების წიგნებია. ეს მე ილონ მასკი, მეილ მასკი. აი უყურეთ, დაზეპირებულები მაქვს მე ეს წიგნები. და ეს ჩემი მეგობარია უშუალოდ. ილონ მასკი, კი ბატონო. ეს ჩემი მეგობარია და კარგი კაცია და კარგი ბიზნესმენი ახლა. ეს ნომერ 1 ბიზნესმენად იწება. აქ არის ზელენსკი, აქ არის სტალინი, აქ არის კიდევ სტალინის წიგნი და აქ ბევრი წიგნები, აქ არის ჩვენთვის მეგრელებისთვის ერთ-ერთი საამაყო კაცი, ეს არის ბერია და ახლა რა მინდა გითხრა. ხატია. აქ ხო ამდენი წიგნებია. კი ბატონო. სოფლიო დიდია, ხო? დიახ. თუ შენ მე დამისვამ შეკითხვას, რომ ვინ არის გელა ბარკალაიასთვის მისაბაძი პრეზიდენტი, ვაშკაცი პრეზიდენტი. დიახ. კარგი კაცი, მის ხალხს რო უყვარს, ხალხს რო ეხმარება და დღეს რო ჩემთვის ნომერ 1 ადამიანია, აი ეს არის ეს და ეს წიგნი მე 3 დღის უკან გამომიგზავნეს ბაქოდან. კი ბატონო. ამნაირი კაცი არ დაბადებულა. დიახ. ეს იყო უჩკვიანესი კაცი. ამ კაცმა ალიევმა, მამა ალიევმა, უყურე, აი ორივე მამაშვილი. შვილი დატოვა, უკეთილშობილესი შვილი. ოჯახი რო უყვარს და ქვეყანა რო უყვარს. მე ამ ალიევებზე